მოგესალმებით ჩემო რადიო მსმენელო. ეს გახლავთ კასპის ხმა. მე კი გახლავართ მისი ერთ-ერთი თანაწამყვანი მაია ქესაური. გრძელდება რუბრიკა, რაც ეხება კასპში სპორტ კომპლექსს და აქ არსებულ აქტივობებს. დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს სპორტის დამსახურებული მოღვაწე დიახ ბატონი ალექსანდრე ხუციშვილი და არის ეს ჭიდაობის მენეჯერი. გამარჯობათ ბატონო ალექსანდრე და შემდგომ თამაშების მენეჯერი ხო სპორტული თამაშების მენეჯერი ბატონი ჯუმბერ სიდამონიძე. ორივე ჩემთვის ხართ ძალიან სასურველი რესპონდენტი, იმიტომ რომ თქვენ ფაქტიურად უნდა ისაუბროთ ისეთ აქტივობებზე, რაც ინფორმაციის კუთხით კასპელებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. პირველ რიგში დავუთმოთ დრო ბატონ ალექსანდრეს და თქვენ გვესაუბრეთ, თქვენ ხართ ამჟამად იმ პოზიციაზე, ჭიდაობის მენეჯერი, როგორც აღვნიშნეთ და თუ გვესაუბრებით აი უხუცეს გამორჩეულ სპორტის ამ სახეობაში, სპორტსმენზე და ვის მოიაზრებთ და ვიზე გვეტყვით? მოგესალმებით, მეგობრებო. ინფორმაციას ვიზე მოგვაწვდით? ჩემი გადასახადია, რასაც ვარჯიშობდი, არის გამორჩეული სპორტსმენები იყო იოსებ მაღალაშვილი. ჯიმშერ ხორბალაძე. დიახ. სახელოვანი ბიჭები, ახლა ჩამოთვლა ძალიან ცოტა დავიყვანს, მაგრამ ცაცა ვარჯიშობდი, ვითთან ვარჯიშობდი, ძმობაში, მეგობრობაში. იოსებ მაღალაშვილი იყო მსოფლიო ჩემპიონი, მრავალი საბჭოთა ჩემპიონი, ორჯერ სპარტაკია და მოგებული ეს სპარტაკია და მაშინდელი საბჭოთა კავშირი იყო. ეს პატარა საქმე არ არის, 8 წელიწადი. როგორ იმეფო სამბოში, თავის წონაში. დიდი ტიტულოვანი იყო. ასევე ჯიმშერ ხორბალაძე ჩვენი წინამორბედია, მაგრამ ერთად ვარჯიშობთ, ბევრ რამეს გვიზიარებდა დღეს და ჩვენ თანამუშაობენ ორივენი. ორივე კარგად არის, ჯამრთელად არის? ჯამრთელად არიან, იოსებ მაღალაშვილი როგორც სპეციალისტი ისე, მაგრამ ის მომქმედი მწვრთნელია თქვენ წარმოიდგინეთ, ჯემალ ხორბალაძე. ბატონო ალექსანდრე, თქვენც თუ ჭიდაობდით? მე ჭიდაობდი, ყველა სახის ჭიდაობდი. ქართული, სამბო, თავისუფალი. სამივე ტიტული მაქვს სპორტის ოსტატობისა. და ყავდათ მოწაფეები? როგორ არ მყავდა კაცო, ქვეყანა მაჰი რომ მაპატიეთ ამ გამოცხადზე. მე თავისუფალსაც მაშინ ერთიანი ვარჯიში იყო. მე და ირუიძე ვიყავი ზელიმხან ირუიძე. ეხლა ცოცხალი ეს ვეტერანი კაცი 85 წლის არის. და საცა ვინმე გაიზარდა მაშინ ეს ტიტულოვანები. დიახ. რა ვიცი, ჩამოთვლა ცოტა ჯანიაშვილი, ბადრი, სოსო, იაშვილი, ცხონებული, გამხიტაშვილი, ვანო, ჯემალ გუდიაშვილი, ევროპის ჩემპიონი, ამირან ობგაიძე, აი ესეთი ხალხი, თუ ჩვენ ხელში გადიოდა გენაცვალე. ეხლა დანაწერებული ყველა თავისი ყარა. მაშინ ერთიანად იყო ხოლმე, რატომღაც იძებოდნენ თავისით როგორ გითხრა, თითქმის ორ კაცი გადაიდოდა ეს ისა და იყო კიდევ წარმატებული მოჭიდავე ბეინაშვილი გიორგი, რომელიც 91 წლისა არის და იმ წუთში დგას და ბავშვებს ავარჯიშებს, აი 30-35 მოსწავლეო. ამ სპორტ აი ამ წუთში დგას და ესეთი აი როგორ ენერგიული და დაუზარელი კაცი. მოხუც ვერ ეთქვი რა რომ დაინახავ. ავარჯიშებს როგორც ახალდება შემართები. ისე რომ ძალიან ბევრი ის არის წარმატება კასპის რაიონისა და ეხლა ახლანდელ დროზე შეკითხვას მომწევთ კი ბატონო. აიყო ვიურტუზი ქართული ჭიდაობისა ნუგდარ მამულაშვილი. ერთ-ერთი ოსტატი ბრწყინვალე, რასაც ეძახიან ვარსკვლავი იყო ქართული ჭიდაობისა. იყო მაშინ ბევრი არის ჯანიაშვილები, აგრე პაპინაშვილები. ეხლა ის პაპინაშვილის ბიჭები არიან მსოფლიო ჩემპიონები და გრანდები რო იწყიან. ეხლა პატარა მოქმედებს კიდევ. ჩარჩარ. მოქმედი სპორტსმენი ამჟამად დაკავებულია ამ სახეობაში ჭიდაობის. უკვე ისია რომ ვეტერნებში გადავიდა. დიდმა დაანება თავი. ანუ მამის კვალს გაყვნენ, მამის კვალს. და ყავთ ალბათ მოწაფეები და ზიან მომავალ თაობას. კი და შეთაშორის პატარებით ეძებიან ისეთები რომ ალბათ მომავალის იმედი გვაქვს ჩვენ. კი, რა თქმა უნდა, მომავლის იმედი არასოდეს არც დავკარგავთ და გვექნება მუდამ, იმიტომ რომ თქვენ ისეთი ფაქტები აღნიშნეთ, რომ კასპის მუნიციპალიტეტი
ყველაფრით, აი ნიჭიერი ხალხით რო ძალიან განებივრებულები ვართ და სპორტის სახეობაშიც თუ ესეთი წარმატებულები ვიყავით, ჩემო რადიო მსმენელებო, ეს არის ყველაზე დიდი სასიამოვნო ჩემთვის და სასიხარულო ფაქტი. გიძლიათ რომ პარალელი გავავლოთ აი ძველ თაობას და ახალ თაობას შორის, აი ამ ქართულ ჭიდაობის სახეობაში. თუნდაც დატვირთვის კუთხით, თუნდაც აი ფორმატულად აი ილეთები ხო შეიცვალა ამ სახეობაში, აი როგორ მოგახსენებთ რომ საერთოდ ცხოვრება იცვლება და ყოველდღიურად ახალი რაღაცა, მარტო ჭიდაობის სფერო თუ არა, ჩვენც კარგად ვიცით და ეხლა ანუ აუყეთ ის აკევით ახალ ფეხის ხმას ნენელა მიყვებით და ამ ახალ რაღაცა ცვლილებებს ადვილად ითავსებენ ეს სპორტსმენები. რა თქმა უნდა, ყველანაირად ილეთები ტარდება ისეთი რამეა, აი ძველები და შემორჩენილებია ზოგიერთი ისეთი ილეთი, რომ ვერ გადააგდებ. გასაგებია. იმიტომ ის ძველი ვეტერანები ანუ ხერხემალია ის ჭიდაობის ხერხემალია და იმის შეცვლა და ახლის ჩანაცვლება ვერ მოხერხდება ფიზიკურად, ხო? ისეთი ილეთებია ზოგიერთ ქართული მოჭიდავეები, ჩვენები აი ფალავანიც აყავდა ვარდოშვილი, ამირან ვარდოშვილი, ოთარი ყურაშვილი, გულიაშვილი შოთა. რა ვიცი კიდევ ვინ არის ბოლოს კიდე აი დემეტრაშვილი არა ფალავანი არ არის, მაგრამ მან ევროპა მოიგო, მსოფლიო მოიგო, ახალგაზრდებს შორის და ეხლა კიდევ საქართველოს მოიგო ჯიუდო და გამოჩენილი სპორტსმენებმა ყავს, მაგრამ როგორც ასეთი ილეთები ძალიან ბევრი იცვლება. გასაგებია. აი როგორ გითხრა? მაგრამ ეგ თქვენთვის სიძნელეს არ წარმოადგენს, ხო? იმიტომ რომ იმდენად ხართ ამ სპორტის სახეობისთვის დაბადებული და შეყვარებული, რომ ადვილად უღებთ ალღოს და ეს ადვილად მიგაქვთ სპორტსმენამდე. თვითონ ჩვენი ეს გამოცდილი ტრენერები, რასაც გამოცემთ, მასწავლებლები. არის საშუალება, არის ვიდეოები, თუ ვერ ანახა ამათ ტრენერმა. იმ ბავშვმა მოუტანა ისა გადაღებული ისა და ეხლა ყოველდღიურად რო ვარჯიშობენ. გასაგებია, უადვილდებათ. კი, სიძნელეს არ წარმოადგა. აი ჩვენი ბექაური ოლიმპიური ჩემპიონი, რამდენი ისეთი ილეთი მოიგონა ლიპარტელიანმა და თუშიშვილმა და ესეთი გრანდებმა რა. ეხლა იმ ილეთებს ესეთი ვაკეთებენ. გადავწევთ მერე მომავალთაობებს, კი, ნამდვილად. აბა რა ვიცი, გენაცოცა. კი, ძალიან საინტერესოდ საუბრობთ ბატონო ალექსანდრე და მე მინდა გადავიდე შემდეგ რესპონდენტთან. გამარჯობათ. ვესაუბრებით ჯუმბერ სიდამონიძეს, გახლავთ კომპლექსური სახეობების მენეჯერი. გამარჯობათ ბატონო ჯუმბერ. გამარჯობათ. როგორ ბრძანდებით? ადლობთ, როგორ გიგითხოთ? კარგად და ბატონი ჯუმბერი აი ამ კომპლექსური სახეობების შესახებ მოგვიყვება, ძალიან საინტერესოდ დარწმუნებული ვარ. კი ბატონო. პირველ რიგში დავიწყებ იქიდან, რომ მე ამ სპორტ სკოლაში 34 წელია რაც ვმუშაობ. 34. მე როგორც სპორტსმენი ვიყავი ფეხბურთელი. თამაშობდი კასპიის განთიადში, 10 წელი ვითამაში კასპიის განთიადში და აი ჩემი ყველაზე დიდი მიღწევა შეიძლება ითქვას, რომ არის სპორტ საზოგადოებაში შრომითი რეზერვების საკავშირო ჩემპიონატის გამარჯვებული ვარ. ესეთი სამი პიროვნება ვარ სულ კასპიის რაიონში. ერთი დაღუპულია, ცხონებული შალვაწითური და ერთი მე ვარ და ერთი ვლადიმერ მამულაშვილი მეტეხიდან. ეს სამი ადამიანი ვართ, რომელსაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონები ქვია, შრომითი რეზერვების ხაზით. რაც შეეხება აქ მუშაობას, მოგახსენეთ 34 წელი აქ მუშაობ. ჩვენ კომპლექსურ სახეებში გაერთიანებულია კალათბურთის, შაშის, ჭადრაკის, მაგიდის ჩოგბურთის, კიკბოქსინგის, კარატეს ჯგუფები. რო თქვათ, ეხლა წარმატებები გუნდურ სახეობებში ცოტა ძნელია რამეს მიაღწიო ეხლა საქართველოს მასშტაბით და ინდივიდუალურ სახეობებში ბევრად უფრო ადვილია, რადგან თვითონ თავის თავზეა დამოკიდებული სპორტსმენზე თავისი შედეგების მიღწევადობა. ძირითადად შეიძლება ითქვას აქ, რომ აი უფრო კალათბურთი არის უფრო წამყვანი სახე, პრესტიჟული და უფრო სასურველი, უფრო კალათბურთზე მოყავთ. წამყვანი სახეობა ჩვენ სპორტ სკოლაში. ბავშვები ძალიან ბევრი ვიყავს, ერთი 150-მდე ბავშვი ვარჯიშობს, 8 წუთელი მუშაობს ამ ბავშვებთან.
კალათბურთის განვითარებაზე კიდევ დიდი გავლენა იქონია იმან, რომ ჩამოყალიბდა დიდი გუნდი, რომელსაც გრიფინი ქვია და თამაშობენ ალიგაში. ეს ბავშვებისთვის არის ძალიან დიდი სტიმული. ჩვენი ახსასდელებიც თამაშობენ იქ სამი ბავშვი არის, ან რომლებიც გამოდიან ამ გრიფინის შემადგენლობაში და ველოდებით რომ სხვა ბავშვებიც თავიანთი ნიჭი და ტალანტით მიაღწევენ იმას, რომ დაიმკვიდრონ ადგილი დიდ გუნდში, რომელსაც გრიფინი ქვია. ეს კასპიელებისთვის დიდი მიღწევა არის, კასპიისთვის კალათბურთი ყოველთვის არ იყო ხოლმე წამორჩენილი სახეობა და ახლა ამჟამად ამ გუნდის შექმნამ გამოიწვია ის, რომ მთელი კასპიის მოსახლეობისთვის საგულშემატკივროდ ივსება დარბაზი, 500 კაციანი დარბაზია და მაყურებლებისთვის განკუთვნილი და ვერ ეტევა ხალხი უფრო კიბეებზე, ბევრჯერ ყოფილა რომ კიბეებზე არიან ჩამოსხლარები და იქიდან უყურებენ. ეს რაც შეეხება კალათბურთს, გარდა ამისა შეიძლება ითქვას, რომ აი ინდივიდუალურ სახეობებში გვაქვს წარმატებები. კარატეში 5 მოსწავლე ყავს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. გახლავან მწვრთნელები დავით დალაქიშვილი და ალექსანდრე მანძულაშვილი. მათი მოსწავლეები გამოდიან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, წარმატებული კარატისტები არიან. კიდევ რა შეიძლება ითქვა, გარდა ამისა აქტიურად ვატარებთ სპორტულ ღონისძიებებს სპორტის სხვადასხვა სახეობებში. მასიური გავხადეთ უკვე ყოველწლიურად დაგეგმილი გვაქვს ხოლმე სხვადასხვა წარსული პიროვნებების სახელობის გასაგებია აქტივობების ჩატარება სხვადასხვა სახეობის გადავხედოთ გამოგრულია მათი აფიშები. კალათბურთში ცხონებული კოტეჯ ხარტიშვილის ხსოვნის თასზე ვატარებთ ხოლმე რესპუბლიკურ ტურნირს. აფხაზეთში გმირულად დაღუპული გოჩა თათრიშვილის ხსოვნის ტურნირს ვატარებთ ხოლმე. ჭადრაკში ვატარებთ ხოლმე ცხონებული შოთა ჯაბაურის ხსოვნის ტურნირს, თანაც რესპუბლიკური დონისა ხოლმე შეჯიბრი და მასში მონაწილეობენ 30 წელს გადაცილებული მოჭადრაკეები. ესეთი ღონისძიება საქართველოში მე მგონი არსად არ ტარდება. ჩვენ ვატარებთ აქ კასპში ვატარებთ და მონაწილეობენ საქართველოს მასშტაბით, აი კახეთიდან დაწყებული. ანუ დაინტერესება არის ძალიან დიდი. დაინტერესება, აი მოდიან უკვე ყოფილი სპორტსმენები, ვინც ადრე თამაშობდნენ, შედეგები ჰქონდა და ამჟამად უკვე ან სამწვრთნელო მოღვაწეობას ეწევიან, ან შეიძლება არც ეწევიან, მაგრამ ის სპორტი და ის ჭადრაკი უდებთ თავში და ვაძლევთ ჩვენ იმის საშუალებას, რომ გაიხსენონ და პატივი მიაგონ. აი ამ თუნდაც შოთა ჯაბაურის ხსოვნას, რომლებიც იცნობდნენ, პირადად იცნობდნენ ამ პიროვნებას. შოთა ჯაბაური გახდათ კასპის ინდუსტრიული ტექნიკუმის პედაგოგი იყო. და ამასთანავე იცავდა რაიონის ღირსებას ჭადრაკში სხვადასხვა დროს, სანამ შეეძლო. კიდევ რა ბატონო ჯუმბერ, თქვენ აღნიშნეთ, რომ ფაქტიურად ეს არის კომპლექსი, სპორტული თამაშებების კომპლექსი და აი ამ კუთხით, აი რას ეტყოდით კასპის მკვიდრ მოსახლეობას, მათ შვილებს, აი რა მესიჯი შეიძლება რომ თქვენი მხრიდან მივაწოდოთ? კასპის ახალგაზრდობას მე ვეტყოდი, რომ რაც შეიძლება მეტად იარონ სპორტის ნებისმიერ სახეობაში, ნებისმიერში. ქუჩაში დგომას და დროის უქმად ხარჯვას ჯობია რომ სპორტში იყვნენ დაკავებულები და თუ ექნებათ ნიჭი და ტალანტი შრომით კიდე ყველაფერი მიაღწევენ იმ წარმატებებს რომელსაც ქვიათ ჩვენი რაიონის ღირსება და ჩვენი რაიონის სახელი რომ გავიდეს რა თქმა უნდა საზღვრებს გარეთ ცნობილი გახდეს ნებისმიერი სპორტის სახეობაში და კიდევ მე მინდა რომ წარმატება გისურვოთ ჩემო რადიო მსმენელო მგონი რომ ძალიან საინტერესო თემატიკით ვიყავით დღეს ჩვენ შემოფარგლული და მე მგონი რომ თქვენთვის სასრული და სასიამოვნო ინფორმაცია მიიღეთ სპორტ კომპლექსთან დაკავშირებით და დაინტერესების შემთხვევაში ბატონო ჯუმბერ სად შეიძლება რომ მოგმართონ ბავშვებმა დაინტერესების შემთხვევაში ნებისმიერ მშობელს პირველ რიგში იწყება მშობლიდან დაინტერესება სპორტში რომ ჩააბას თავისი შვილი დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ მოგმართონ სპორტული სახეობების სპორტ კომპლექსში ან მე მომმართონ ან ჭიდაობის მენეჯერს მიმართონ ან კიდევ ფეხბურთის მენეჯერს მიმართონ ეს ყველაფერი არის უფასო რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის უფასო არანაირ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული
ზოგმა არც იცის, ბევრმა არც იციან, გონიათ რომ აქ ფასიანი წრეებია და არ მოყავთ თუ ვერ მოყავთ. და ალბათ მისაღები იქნება რომ გაიგონ, დღეს მაინც გაიგონ რომ უფასო წრეები გვაქვს, ბავშვები ვარჯიშობენ უფასოდ, ჩვენ უზრუნველყოფთ მათ სპორტული ფორმით, შეჯიბრებებზე წაყვანით, წამოყვანით ჩვენი ხარჯებით ყველაფრით. ამიტომ ბავშვებს შეუძლიათ რომ აი ხარჯების გარეშე მოიწადინონ და ივარჯიშონ და შედეგებსაც მიაღწევენ. ასე რომ ჩემო მსმენელებო, მე მგონი რომ ეს პოდკასტი შედგა და თქვენ კი ისეთი სასურველი და სასიამოვნო ინფორმაცია მოგაწოდოთ იმის თაობაზე, რომ ყოველგვარი თანხების დახარჯვის გარეშე შეეძლება თქვენ შვილს რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით დაკავდეს, ასე რომ წარმატებებს გისურვებთ, მე კი გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.